ბიჭებო. მოგესალმებით მეგობრებო, მინდა გახაროთ რომ საქართველოში ფრანგი მუსიკოსი გიმსი ჩამოდის. აი იმ ფრანგული განდაგანას ავტორი ჩვენი აჭარული რომ მთელ მსოფლიოს გააცნო და გაახიტა. კი ბატონო, მიხვდა კაცი რომ საქართველოში უფრო პოპულარულია ვიდრე თავის ქვეყანაში და ჩამოდის. მერე ვის უნდა უმადლოდეს? ჩვენ რო არ გვემღერა აქ ჩამოდი გიმსიო, არც აპირებდა მეგონია. კი ბატონო, ხო და ბილეთები გვინდა ძმაო, მოკლედ მეათე რიგი ჩვენია. არ მაინტერესებს. მას ვერ გეიგებს ახლა მაგ. რა ვერ გეიგებს შეგვიჯო და მეათე რიგის ბილეთები გვინდა თლიანად. კი ბატონო. მოკლედ როგორც ამობენ ფრანგმა ვარსკვლავმა უკვე მოითხოვა 100,000 ევრო 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და აჭარული ხაჭაპური. ცომ გამოცლი. შეგინაც. ესე ჯობია აჭარული ხაჭაპური უკვე შეუკვეთოს იქიდან. აქ რო არავოდინოთ თორე მე ხოლმე მაგათი ამბავი კაც. ასევე შემოუთვლია ქართველები ღვინოს ნუ დამაძალებთო. მე განდაგანა სიმღერა ვიცი მარტო და მასე სიარულსაც ნუ დამაწყებიეთ ახლა თქვენ გენაცვალ. ეჭვმოთ ეს კაცი აჭარულზე არ გაჩერდება და ძალიან ველოდები გიმსის რაჭულს. აი ტაში ბიჭო გიორგუნას, ხო იცი რა? მანას ეგ ტაში ბიჭო გიორგუნა. კი ვაგოლი გიორგუნა. ეკი არა სვანური სიმღერას აპირებს თურმე და ძალიან არ შევიდეს როლებში. მოერიდეთ მაინც თუ დავიგებართ რაღაცას. ისე ნინაოს გარდა გიმს სხვა სიმღერები თუ აქვს? კი. წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდათ სანგალა და გოგონა და კიდევ რაღაცა ფრანგულებიც ქონდა. მოკლედ სანამ გიმსი ჩამოვა მანამდე შეგახსენებთ რომ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და ცეკვის განწყობაზე გვაყენებს ჯიბგირი ქსოვრენები და სულეიმანა შოშიტაშვილი. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე. ისტორიაში პირველად საქართველო MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მაგარი ამბავია, მაგრამ სახელი არ მომწონს MMA. მაგას ბწგ არ ჯობია. გაჯობია? ბწგ რა. ბრძოლა წესების გარშემო. კარგი აზრია, მოვითხოვოთ. ისე რა გინდა UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაიტმა სიტყვა შეასრულა საქართველოში ჩატარდებაო და ასრულებს სიტყვას შეასრულებს. ეს ამბავი განსაკუთრებით გაახარებთ უცხოელ სპორტსმენებს. თოფურია და დვალიშვილი რო გვიბაგუნებენ თავის ჭკუაზე, იქნებ ქართულმა სტუმართმოყვარეობამ გაჭრას და სახლში მაინც დაგვინდოდნენ. მართალია, მაგარი მოთხოვნა იქნება დასწრებაზე. რინგზე მეტად გარეთ იქნება თავპერის მტრევა. ბილეთებზე ნუ როგორც ვიცით ხოლმე. შენი არ ვიცი და მე უნდა წავიდე საყურებლად აუცილებლად. გიჟდები ისე მომწონს. რაზე გიჟდები? შერეულ ორთაბრძოლებზე გასო? არა. აბა, რაუნდებს შორის რო გოგოები გამოდიან. მაგაცე გიჟდები თუ არა ვიგაილახება რა ჩემი საქმეა ვიმკითხო მე რა გვაი ისე ქართველებს ჭხუბი არ გვიკვირს დამეთანხმებით მაგრამ ეს უკვე იქნება ისეთი ჭხუბები სადაც საძმაკაცო არ ერევა და ვფიქრობ უკეთესი საყურებელი იქნება მართალი ხარ მოკლედ გილოცავთ გვეღირსა და როგორც იქნა ვნახავთ ჭხუბს სადაც მოჭხუბრებს არავინ აშველებს არც მაკაცები ეხმარებიან და არც ქალები კი ვიან მე მოკლეს კი ბატონო, სანამ ჩვენი სპორტსმენები ახალ მწვერვალებს დაიპყრობენ, მანამდე მწვერვალ ფუძიამადან მაშველებმა მთასვლელი ჩამოიყვანეს. ის კი უკან აბრუნდა. აბა რაზე თუ მიხვდებით? ტელეფონი დამჭირდა. რის გამოც მეორედ გადასარჩენი გახდა. რა ტელეფონი დაგქონდა ამისთან ერთად. ჩემი იმედა დაეფრა. უფლისაშვილი, როგორ ახალ? აპლოდისმენტები უფლისაშვილს. გავაგრძელეთ. მოკლედ ფუძიამაზე დაბრუნდეთ, ესე იგი ორჯერ ხვავი და მეორედაც გადასარჩენი გახდა, მესამედაც ადიოდა თურმე. დამტენი დამჩაო და მაშველება აიდი. კაცოღადარი. ასე იყო თუ ისე გამოვიდა რომ ამ კაცმა ფუძიამა ერთ დღეში
ორჯერ დაიპყრო. შეგენაცვალ. მაშველებმა კითხეს, იმ ხელაზე რა მაგიყვანაო და ქვევით ტელეფონი არ იჭერდა და შევყევით მაღლა. როგორც კი ტელეფონი დაიბრუნა, ეგრევე SMS-ების წაშლა დაუწყია. ჩემმა ცოლ-ნახოს ქალების მოწერილები, მერე მაშველები ვეღარ მიფელიანო. ისე რა ტელეფონი ქონდა, ამისთან ასე სიცოცხლის ფასად რომ უღირდა და უკან აბრუნდა. აბა მე იმ დღეს სახლში დამჭა ტელეფონი და მანქანით დამეზარა მიბრუნება. თუმცა ამ საცობებში უკან მიბრუნებას ფუზიამაზე ახვიდე ორჯერ. იკუშ ფეხბურთის თამაშის დროს რას შეუშლია შენთვის ხელი, აი თუ გახსენდება. რა ვიცი ხა ის წვიმას მაგალითად. რატომ ეკითხე? რატომ და ინდოეთის სუპერთასის მატჩი ორჯერ შეწყდა ფუტკრების თავდასხმის გამო. რას არ გაიგებ კაცი? მესი და რონალდო უყავს ნარახი თავდასხმაში ფუტკრების ჯერ არა. გახსოვს ჩვენ ბავშვობაში სკაზე თამაშობდით და ეგენი ალბათ სკასთან. რაუდო აბა იქ ფუტკრებს ეთი ეს გამაგები. მოკლედ ფეხბურთელებმა თამაში ვერ ითამაშეს, მაგრამ მაგად ბავშვებს თაფლი არ მოგლებიათ თელი სეზონი. წვრთნელმა დაუძახა თურმე ფეხბურთელს. კარგია, კარგი, სწრაფად დარბიხარ და სრულ მოძრაობებით კარგი გაქვსო და სრულ მოძრაობები კი არა, ფუტკარია ჩამძვრარი მიბხავშიო, შიგნით. ერთი სიტყვით მატჩის დამთავრების შემდეგ ვერ გაარჩევდით ფეხბურთელებმა ითამაშეს თუ სუმოისტებმა, ისე იყო დაცემული ბიჭები. სპორტიდან გადავიდეთ ხელოვნებაზე. ნიდერლანდებში ხელოვნებაზე ხომ გადავედი? ხელოსნებამ სარემონტო ნარჩენებთან ერთად ენდი უორჰოლის ნახატიც გადააგდეს. თან საკმაოდ ძვირად ღირებული ენდი ხო იცი ხა შენ? ასე ლაპარაკო, მე პატრონე გადარეული ყოფილა. ნახატი რატო გადააგდეთო და აღარ ვარ გონდა უკვე რას ტრზილავდით ზეთო და ამაზე სულ გაგიჟებულა მე პატრონე. არ მაინტერესებს, მალე იპოვეთო და ხელოსნებმა ვიპოვით. ასე 2-3 დღე დაგჭირდება. 4. ხელოსნებმა როგორც იცის. რაზე მეშლება ნერვები იცი? ენდი უორჰოლის ნახატი როგორ გადააგდეს, მოიჯო. როგორ გადაგდეს მალი არის როკარ და უორჰოლი არიცი რანაირი მალი არის ხამი გასუხეთ კიდე კაი ჯოკონდა რო არ იპოვეს თორე იფიქრებდნენ მარიხუანას ყავს ჩატოვებული იხიბისო და იმასაც გადააგდებდნენ უცხოელების გაკეთებულია უეჭველი და ქართველი ხელოსნები არ გადააგდებენ შანსი არ არის ჩვენები დაადებდნენ ნახატს და ზედ დაჭრდნენ კი სპავინოს ყველს მე გადაწვიდავდნენ სველტინოთ და დაკიდებდნენ ისევ ლამაზად თავისად როგორ მიყვარს ესეთი უცბად ხო თან უორჰოლის ნახატს ახლა კი სამედიცინო სენსაცია თურქ მამაკაცს ოპერაციის შემდეგ მშობლიური ენა დაავიწყდა და დანიურად დაიწყო საუბარი. პრინციპში ოპერაციის მერე ეს ნორმალურია. მე ნაღლის ბუშირო მომაჭრეს 3 დღე ინდურად ლაპარაკობ. ვინმე მითხარით რისი ოპერაცია უნდა გავიკეთო ინგლისური მაგზასთან. მაგას ვეღარ არ მინდა ინგლისური შეგერა ქართულად მაგარი საშიში ექიმი ყოფილა ეს ქირურგი თურქობას ართმევს ხალხს მაგრამ ქართველებისთვის კარგია რო დადიან ბარიატრიის გასაკეთებლად თურქეთში თან წონაში დაიკლებენ თან დანიურად დაიწყებენ ლაპარაკს გადასარი ახლა კი ძალიან სასიამოვნო სტატისტიკა თურმე სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში ერთ კაცზე 16 ქალი მოდის. ეხლა მაინც მოიყვანეთ სოლი ბიო. სანამ 50 არა ვარამდე იფიქრებ. უფრო მეტი არჩევანია 16 გადაავლე, გადმოავლე თვალი. ხო, აგი. მე რას მომჩერები ხარ იქით გაიგე. ანუ გამოდის რომ ჩვენ ორზე მოდის 32 ქალი. აგერ ქსოვრელებზე 64. იგულავია ნეგა შეგერა სარი გადასარევი
მივხვდით ახლა რა ცოდოები ვართ კაცები. ჯერ ერთი ქალის ქაქანს გაუძელი, ახალი კაბა მინდა, ქურქი მინდა, მანქანა მინდა, ამას რომ 16 ერთად გეუბნება, აი ეს წარმოიდგინე, არ გინდა ხოხა გაანებე თავი. გაჩერდი თუ ძმა ხარ, თან 16 ქალი სად უნდა დატოვო სახლში? ან 16 სტენგასად დავდგა. იქ ჩვენმა მეუღლეებმა ყოველდღე მადლობა უნდა გადაგვიხადონ. რამხელა განსაცდელი წინაშე ვიდექით 16 ქალიდან, მხოლოდ ისინი რომ ამოვარჩი. აბა და ბოლოს ნიუსი მაღალი მოდის სამყაროდან. სოფლიოს მოდის ბაზარზე ტირანოზავრის ტყავისგან დამზადებული ჩანთები გამოვა. ალბათ ძალიან ძვირი ეღირება. ანუ ჯერ ტირანოზავრს გაატყავებენ და მერე მყიდველს. დავაკვირდები და თუ გაამართლა მაგ ბიზნესმა ერთ სამკერვალოს მე გლიჯობს სათაფლიოზე. დინოზავრის ჩატარატორ გაიყიდოს და რატო ჩამორჩეს ტირანოზავრის. კი ბატონო, სერიოზული ეჭვი მაქვს რომ დემნა გვასალიეს ოინები იქნება ეს, აი რატომღაც ასე მგონია. საწყალი ტირანოზავრი ამხელა გამყინვარებას და მიწისძვრებს გადაურჩა და ადამიანმა გადაჭიმაგერ ჩანთის ყალიბზე. აი მერე გოგოების დიალოგი იქნება საინტერესო, აბა როგორ? ისა რისი ჩანთა გაქვს ტირანოზავრის ტყა. კარგი გოგო რომელიც ხო მაგრეთ აკეთე. კი. დაველოდო ტირანოზავრის ტყავის ჩანთებს, მაგრამ მე მაინც გირჩევთ რომ შიგნით რამის ჩადებას მოერიდო. მაინც არ შეჭამოს ჩანთა, რა ვიცი, ტირანოზავრი. ტირანოზავრია. იქნება გვილებია მანამდე კი შეგახსენეთ რომ ჩვენ შოუში დოლგარმოზე უკრავს და კეიფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრერები და გიორგი შოშიტაშვილი. ტირანოზავრის კლარნეტით და სხვათა შორის დიმას დოლეზე ტირანოზავრის ტყავია გადაგებული. ნაკლებზე არ დაუკრავს. ტირანოზავრის ჩანთა ვახსენეთ, ჩემო პააწა და მგონი დროა რომ ჩვენ საუყვეთ მაღალ მოდას. თან მარტო ჩაცმულობა კი არა, ამან თავარი საუბრის მანერაც. მართალი ხარ, თბილისელები ვართ უკვე. შენი არ ვიცი და მე ვარ. ოდა დროა ვაკური იმიჯი მოვირგოთ და სიმღერას ტრენდული გავაკეთოთ. რას ფიქრობ ამაზე, ა? აუ მაშინ let's go. ინოვაციების დროა. მაშასე მღერიან ვაკელი სიკო და ნიკო. უფრო სწორად სიკუშა და ნიკუშა.